რეკლამის შემდეგ პოსტსკრიპტუმი პირდაპირ ეთერში ბრუნდება და იცით რა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჰარი პოტერი ყველა დროის ყველაზე ცნობილი და ძლიერი ჯადოქარია. უბრალოდ დააკვირდით, მან თავისი სამყაროს ზღაპრიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანა. თითქოს თქვენი ან თქვენი შვილების მეგობარია. ბავშვები კი არა და ჰარის ათასობით ფანი ღამეებს ათენებს რიგში, რომ ახალი წიგნი იყიდოს ამ ფილმის ახალი სერია ნახოს. ასეა ახლაც, ერთ კვირაში მსოფლიო ეკრანებზე ჰარი პოტერის ბოლო სერია გამოვა და ზღაპარიც თითქოს დასრულდება, მაგრამ არა. დედამიწაზე დარჩება ერთი ადგილი, სადაც პატარა ჯადოქარი და მისი ჯადოსნური სამყარო ნებისმიერ დროს უმასპინძლებენ თქვენნაირ მაგლებს, ანუ არაჯადოქრებს. Anything you couldn't explain? You're a wizard, Harry. I'm a what? Dear Mr. Potter, we are pleased to inform you that you have been accepted at Hogwarts School of Witchcraft and Wizardry. 10 წლის ჰარიმ საკუთარ დაბადების დღეზე 31 ივლისს აღმოაჩინა, რომ ჯადოქარი იყო. ამ დროიდან კი ყველა იმ ადამიანის გული დაიპყრო, ვისაც ჰარი პოტერის ამბავი წაუკითხავს. ჯოან როულინგის ქმნილება ფურცლიდან ეკრანზე გადავიდა და იგივე წარმატება მოიპოვა. წიგნი ბესტსელერი, ფილმი კინოგაქირავების ლიდერი, ჰარი პოტერი კი ყველაზე ცნობილი გმირი გახდა. აქთვის ვისაც ჰარი პოტერი უყვარს, Universal Studio-მ ჯადოსნური სამყარო შექმნა. შეგიძლიათ ფილმში გადახვიდეთ პირდაპირ. ხელი ქუჩებია ჰარი პოტერის. ბავშვობაში ბევრჯერ მინატრია საყვარელ ფილმში ცხოვრება. ალბათ ჩემნაირი ოცნება ბევრს აქვს და ეს იდეაც აქედან დაიბადა. არარეალური სამყარო აქ ხელოვნურად არის შექმნილი, თან საკმაოდ დამაჯერებლად. ჯადოსნურ ქალაქში შესვლისას პირველი ახლად ჩამომდგარი ჰოგვორტსის ექსპრესი შეგხვდებათ. სად მიდიხართ? ახლა ჩამოვედით ჰოგვორტსში. კინგს კროსიდან მოსწავლეები ჩამოვიყვანა. დათვალიერებისას ისეთი რეაქცია გექნებათ, როგორიც ჰოგვორტსში პირველად ჩამოსულ ჰარის. აქ არის სოფელი ჰოგსმიტი, დათოვლილი პატარა სახლებით. მართალია ფლორიდაში ახლა 40 გრადუსი სიცხეა, მაგრამ მაინც ბუნებრივად გამოიყურება. ქუჩაზე ერთმანეთის მიყოლებით არის 3 ცოცხლის ქოხი, ფოსტა და ცნობილი ოლივანდერის მაღაზია, სადაც ჰარი პოტერმა თავისი ჯადოსნური ჯოხი აირჩიებს. Give it away. ჯადოსნურმა ჯოხმა პატრონი თავად უნდა აირჩიოს. ამ რიტუალის შესასრულებლად სამწუთიანი წარმოდგენა იმართება. მსახიობი მისტერ ოლივანდერს ასახიერებს დამონტაჟებული განათების დახმარებით კი ფილმიდან სცენა რეალურად მეორდება და ჯოხის მფლობელი ჯადოსნურ ძალას ცდის. აბა მოდი ვნახოთ ფენიქსის ბუმბული. აი ახლა შენ ნამდვილი ჯადოქარი ხარ. ილოცავ. ყოველგვარი წარმოდგენის გარეშე ჯოხის ყიდვა გარეთაც შეგიძლია. ჰარის, დამბლდორის, ან იმისი, ვისის სახელიც არ ითქმის. ყველაზე დიდი ჯადოქრის ვოლდემორტისა. ჰარი პოტერის ისტორია სწორედ კეთილის და ბოროტის მუდმივი ბრძოლაა. პატარა ბიჭუნას და ლორდი ვოლდემორტის ჭიდილი გამარჯვებამდე. ფილმის მომდევნო სერიებში ბევრი მაგიური ელემენტი შევიდა და სიუჟეტიც უფრო გამძაფრდა. რამდენიმე ქვეყანაში რელიგიურად მიუღებლად მიიჩნევდნენ და საპროტესტო აქციებიც იმართებოდა, მაგრამ ჰარი პოტერზე ანტირეკლამამაც დადებითად იმუშავა. ახლა ჰარის მსგავსად მოწინააღმდეგე ვოლდემორტის პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ მისი სუვენირები მრავლადაა. აქ კუდიან დედაბერსაც კი შეშურდებოდა, იმდენი ცოცხი იყიდება. ფრენის რა მოგახსენოთ, მაგრამ მაინც ბევრი მყიდველი ყავს. ფილმიდან გახსოვთ ალბათ მანდრაგორა. პატარა დეტალებიც კი არის გათვალისწინებული. აქ არიან უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ჯადოქრები, მსახიობებს ზუსტად იგივე კოსტიუმები აცვიათ და დღეში რამდენჯერმე წარმოდგენებს მართავენ. ნაწილი მგონია თავი. საიდაც არ უნდა გავიხედო, ყველაფერი ნაცნობია. გასართობად მოვედი, მაგრამ ჯერ გაკვირვებული დავდივარ. ქუჩის ბოლოს უდიდესი ციხესიმაგრეა წამოჭიმული. ჰოგვორტსი ფილმის გრაფიკის სრული ასლია. შიგნით კი ნამდვილი თავგადასავალი იწყება. ხმაურიანად თუ შეყოლთ, მოლაპარაკე ნახატები გაგიბრაზდებიან. დილის მისანი კი უახლეს ამბებს გამცნობთ მაგიის მინისტრზე. შემდეგ პირდაპირ დამბლდორის კაბინეტში აღმოჩნდებით. მე დამბლდორი, ჰოგვორტსის
მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის დირექტორი. პროფესორი დამბლდორის პროექცია იმდენად რეალურად გამოიყურება, გარჩევა თითქმის შეუძლებელია. ბატონი ქუდიკი გადაწყვეტს, რომელ სახლზე გუთმია. არჩევანი შენზეა. გრიფინდორი გინდა თუ სლიზერინი? რეივენკლო თუ ჰაფლეფაფი? სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ბნელი ძალებისგან თავდაცვის გაკვეთილზე აღმოჩნდებით. აქ უკვე ჰარის, ჰერმიონეს და რონის პროექცია გესაუბრებათ. შემდეგ ატრაქციონზე ჯდებით და სამი განზომილების საშუალებით ჰარის ქვიდიჩზე თამაშებით. The wizarding world of Harry Potter. A world of magical new adventures. ასეთი კონსტრუქციები ფილმის გადაღებისთვისაც არაუშენებიათ, რადგან თითქმის ყველაფერი, რაც ეკრანზეა, მწვანე ფონზე, ინკრუსტრაციის საშუალებით და კარგი კომპიუტერული გრაფიკის წყალობით ჩანს. ამიტომ, როდესაც მსახიობები ამ პარკს ესტუმრნენ, ნამდვილად გაოცდნენ. ვისაც ჰარი პოტერი არ მოსწონს, აქ მაინც გაერთობა. ჰაგრიდის ქოხის წინ ჰიპოგრიფის ატრაქციონი. უფროსებისთვის კი დრაკონის გამოწვევაა, რომელიც 360 გრადუსით ბრუნავს და უსწრაფისად დაქრის. ქუჩაში ცივი ბურბურახი იყიდება. ასევე შეგიძლიათ გასინჯოთ გოგრის წვენი. კბილეულის მაღაზიაში კი თაფლუჭების თაროებია. კბილეული რაც ციკლში ხდება, ნამდვილად შექმნეს. აი მაგალითად ეს არის ნებისმიერი გემოს ლობიო და იყიდება ასევე შოკოლადის ბაყაყები. რა თქმა უნდა, ფილმისგან განსხვავებით, ცოცხალი ბაყაყები არ არიან. აქვე იყიდება ტყუპი ვიზლების გამოგონილი პატარ-პატარა მაგიური ნივთები, უბრალოდ გასართობად. მაღაზიის კუთხეში კი დრაკო შევნიშნე. ქერათმები მაქვს და ვიფიქრე დრაკო მალფოის ფორმა მომიხდებოდა. მგონი ძალიან გავა. მას ლიზერინობა გადაუწყვეტია. შავი მაგიის მაღაზიაში კი შეგიძლიათ ნებისმიერი კოსტიუმი შეიძინოთ. რამდენიმე შელოცვასაც გასწავლიან და იქვე გამოეწყობით. ლუმოს. ახლა ჰარი პოტერის ფანები მოუთმელადელიან 15 ივლისს, როდესაც ბოლო ფილმის პრემიერა გაიმართება. ლონდონში უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია და ერთი კვირა წინასწარ დაჯავშნული. ამ ფილმმა დენიელ რედკლიფი ყველაზე მდიდარ მოზარდად აქცია რვავე ნაწილში კი მონაწილეობა არაერთმა ცნობილმა მსახიობმა მიიღო. ჰარი პოტერში შედგა რობერტ პატინსონის დებიუტიც. ყველასთვის ერთნაირად წარმატებული ფილმი სრულდება, ისევე როგორც ჯადოქარი ბიჭის ისტორია. იმ შემთხვევაში, თუ როდესმე ჯოან როულინგმა ჰარი პოტერის გაგრძელება არ დაწერა. და ანზორ ერქომაიშვილი, ადამიანი, რომელსაც ალბათ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ფოლკლორის ცოცხალი ანთოლოგია. განუმეორებელი ქართული მუსიკალური შედევრების შემგროვებელი და გადამრჩენელი. ლოტბარი, რომლის ხელმძღვანელობითაც დღეს ანსამბლი რუსთავის 300 ქართული სიმღერის ახალ ჩანაწერს აკეთებს. ალბათ ხშირად ხსმენიათ, რომ ცნობილი მომღერლები ერთდროს კარგი ფეხბურთელები იყვნენ. ანზორ ერქომაიშვილიც მათ რიცხვშია. სახლი ძველ თბილისშია. ადრე ამ ადგილს ხარფუხს და შაითან ბაზარს ეძახდნენ. აი გრიშაშვილის ქუჩა იწყება. გრიშაშვილი ცხოვრობდა მაღლა. ბოლო დროს ანზორ ერქომაიშვილი ამ ქუჩაზე თვალდახუჭული ამოდის და ცდილობს წარმოსახვაში მაინც დაინახოს უახლოესი მეგობარი და კარის მეზობელი ბიძინა კვერნაძე, რომელსაც ერთი წელია ვეღარ ხედავს. მაგის დავიწყება არ შეიძლება. ეს იყო ადამიანი ლეგენდა. პიროვნება, რომელსაც წერე არ ყავდა, კაცი რომელიც ყველას უყვარდა, კაცი რომელიც შონოდა ქალაქს და დააკლდა ქალაქს მართლა და დააკლდა მუსიკას. ილია ჭავჭავაძე, გალაქტიონი, შემდეგ ვაჟა მანოსარაჯიშვილი. კოლექციონერი ანზორ ერქომაიშვილი დიდი ადამიანების უნიკალურ მიღბებთან ერთად ძვირფას ღვინოებს და უძველეს ხალხურ საკრავებსაც აკრავებს. თუთის ხისგანაა გაკეთებული. 200 წლის შონგურია იქ. 27 წელშია გაკეთებული. ვარსკვლავი მაშინად ხო? ყველა ჩონგური ლოტბარზე უფროსია. 1940 წელს ბათუმში ერქომაიშვილების ოჯახში დაბადებული ბიჭი ახლა ჩემი უფროსი კოლეგა ჟურნალისტი იქნებოდა, რომ არა ბაბუების მკაცრი მოთხოვნა. შეენახა და გადაერჩინა ქართული საგალობლები და უნიკალური ფოლკლორი. რამდენჯერმე წერილი დავწერე. ჯერ კედლის გაზეთში, მერე რაიონის გაზეთში და შემაქეს და მეგონა ეს იყო ყველაფერი და მინდოდა ჟურნალისტობა, მაგრამ ბაბუამ კარგად ამიხსნა, რომ ეს საჭირო ვიყავი უფრო მუსიკაში, ვიდრე დავუშვათ ჟურნალისტად. შენაირი ჟურნალისტები რამდენიც გნებავს, იმდენია უმეთქა, მაგრამ მუსიკაში შეიძლება უფრო დიდი საქმე გააკეთო. დამძლია ბაბუამ და აღარც კი ახსოვს, როდის დაიწყო სიმღერა. ანზორ ერქომაიშვილი 300 წლიანი დინასტიის მეშვიდე წარმომადგენელია, ოჯახის, სადაც ყველა მღეროდა. ადამიანური და დადებითი
ხოლოდ ბაბუას განმოდის. თუმცა ცუდია ჩემს მიერ არის შეძენილი. არამუსიკალური შენაძენიდან ერთი ფეხბურთის ნიჭია, რომელიც კონსერვატორიის სტუდენტმა ერქომაიშვილმა ისე გამოიყენა, რომ ქალაქის თასიც კი მოიგო. ყველაზე გონა რახან კონსერვატორიის სტუდენტები არიან, ფეხბურთი არის სიცის გვაყრიდან ხოლმე გავიდოდით და მოუგეთ ყველას თასი ავიღეთ. ნოდარ დუმბაძეს აქვს ხატოვნად ნათქვამი. ნოკო ხურციაზე, ნოკო ხურციო ღმერთებსო ხელში ატატებული მოხავდათო. რომ დაიბადაო და შემთხვევით საქართველოში ჩამოვარდათ. ოღონდ საკუთარ თავზე ნუალაპარაკებთ და მთელი ქართული ფოლკლორის ისტორიას ხელის გულზე დაკიდებთ. ადამიანს, რომელმაც სტუდენტობიდანვე ჯერ არტემ ერქომაიშვილის საგალობლების სანოტო სისტემაში გადმოტანა დაიწყო და ხალხს რომ მოესმინა ანსამბლი გორდელა ჩამოაყალიბა. მერე ანსამბლი რუსთავი და მართვე ქართული ხალხური მუსიკის 16 აყაიშვილს უტოდებენ. უნიკალური მუსიკალური ძეგლების გადარჩენა 70 წელს გადაცილებული ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრების მთავარი მისიაა. უკვე 40 წელია ამას მომავალი თაობებისთვის აკეთებს, რომ ჩვენამდე და ჩვენ შემდეგ დარჩეს ხმები და ბგერები, რომლითაც ჩვენი წინაპრები მღეროდნენ. მისი წყალობით საქართველოს, რუსეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების არქივებში ნაპოვნმა ჩანაწერებმა ახალი სიცოცხლე დაიწყეს. მხოლოდ ნოტებზე შემორჩენილმა სიმღერებმა კი ხმები დაიბრუნეს. ამიტომ არის ანზორ ერქომაიშვილი ქართული ხალხური მუსიკის მეჭურჭლეთო ხუცესი და პატრიარქი. არქივებში კარგახანს ვეძებე, გასტროლების დროს ვახერხებდი ამას ყოველთვის. საშუალება არ მქონდა და თუ გასტროლებიდან რაიმე ცოტა დამრჩებოდა შემოსავალი, ამით არქივებს მივაშურებდი და იქედან ვცდილობდი მიმეკვლიე. ტუტანხამონის ისო გახსნეს საფლავი მიაკვლეს და რომ მიაკვლეს ამ საოცარ განს და რომ როგორი სიხარული დაეუფლათ მათ, როცა აი გახსნეს უდიდესი საიდუმლოება, ჩემთვის დაახლოებით ასეთი იყო. შემდეგ რა არის, გვახსოვს ეხლა? კი, როგორ არის? სამასი სიმღერის რიგითობის დამახსოვრება არც ისე ადვილია. კონსერვატორიის დიდ დარბაზში უნიკალური ხმების ჩაწერა უკვე რამდენიმე თვეა, ყოველდღე საათობით გრძელდება. ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით ანსამბლი რუსთავი საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორს ერთ ალბომში აერთიანებს სახელწოდებით 300 ქართული ხალხური სიმღერა. ვერავინ ისე კახურ სიმღერას ვერ იღებს როგორც კახელი, ისე როგორც გულ სიმღერას როგორც გული. ამიტომ ყველა კუთხის მომღერალი სოლისტები ყავს ჩვენ. თითქმის 30 წელიწადია, 32 წელიწადია, რაც ბატონ აზერთან მუშაობ. მომაღლად შემიძლია თქვა და თითქმის ვიყვირო კიდევაც შემიძლია რომ ქართული ხალხური სიმღერა შეგვინახა, გადმოგცა, გვასწავლა ბავშვებს და რა თქმა უნდა უფროს თაობას, რომელსაც ანსამბლი რუსთავი ქვია. ახსოვს ეს დარბაზი, როცა 60-იან 70-იან წლებში ქართული საგალობლებისა და სიმღერების ჩაწერა პირველად დაიწყეს. ჩაწერას ვიწყებდით ღამის 2 საათზე, იმიტომ რომ მანქანების ხმაური იყო ნაკლები. ჰამლეტ გონაშვილთან ერთად წერდით. რამდენჯერ ყოფილა სულის შემძვრელი პიანო გაგვითავებია ბოლომდე ჩავსურვათ გათავდეს უნდა და ავიდან მიშა დაიძახებდა იყო ერთი ჯგუფი კიდე. მიხეილ კილოსანიძე, რომელიც მაშინ ანსამბლ რუსთავის ხმის ჩამწერ პულტთან იჯდა, დღესაც იქაა. ოღონდ უფრო მარტივ და ამავდროულად უფრო რთულ ტექნიკასთან. საუკუნეზე მეტია უკვე. რაც კი არსებობს ქართული მუსიკა ნორმალური საქართველოს და არანორმალური ყველა რიჩერდ ჩაწერდა. არის მუსიკა და არის უნდა მუსიკა. ესე იგი კუნიჭი ხალხი უფრო მეტია ესე. გამხიარული ბუხარა გულჩამ ხარაბილი ნუხარა. ამ სიცხეში ბუხრის გამხიარულებაც კი საოცრად გამოსდით. და ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ არ ეძინა 3 დღე და ღამე ტაივანელ ქორეოგრაფს, როცა რამდენიმე წლიანი ძიების შემდეგ თავისი ახალი სპექტაკლისთვის მუსიკას მიაგნო. ცოტა უცნაური გზნობა იყო, იმიტომ რომ ესე იგი თითქმის 6 ტონამდე ბრინჯი იყრება ზემოდან, არის საოცარი მტვერი, მაგრამ ეცეთ აი ჩვენც ამ სანახაობით ვიყავით მოხიბლულები სოკოლანი, თუმცა კი ვთვლი რომ ჩვენმა ანსამბლმა იმ ჩანაწერების დონეს არ უღალატა. ბალეტის მუსიკების დაუკრეს ტაში პირველად. შემდეგ რუსთავი გამოიძახეს სცენაზე და იქ მოხდა საოცრება, ესე იგი მაყურებელი ფეხზე დადგა. სულ ცოტა 9 საათი ოვაცია იყო, თუ მეტი არა 9 საათი. ყოველთვის ზედმეტი თამდაბლობით გამორჩეული ხუმრობით ამბობს, რომ ანსამბლის ხელმძღვანელიც ერთადერთი მიზეზის გამო გახდა.
ყოველთვის ყველა მჯობდა ჩემთან სახლში. როგორც ამიტომ მომღერლად ვერი ვარ კი ხელმძღვანელად გადავედი. ამაყობს თავისი ოჯახით და ერთადერთი შვილით, რომელიც არ მღერის, მაგრამ პრაღაში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრატურის სტუდენტია და თუ რამეს ნანობს, ისიც ქართულ სიმღერას უკავშირდება. არტემ ერქომაიშვილი ბოლო წარმომადგენელი იყო, რომელმაც 2000-ზე მეტი საგალობელი იცოდა და მე პირადად ვერ გამოვიყენა ის, რომ მისგან ჩამეწერა, ვერ მოასწარე. მისი ცხოვრების ბოლო წლებში ჯარში გამიწვიეს 3 წელი დავყავი ჯარში და დავკარგე ეს ოქროს წლები. ვითომ მე რო არ წავიყვანე საბჭოთა კავშირი ვერ გადარჩებოდა მე დაუდექი დარაჯად საბჭოთა კავშირს. დღესაც ისე იქცევა, როგორც გიგო და არტემ ერქომაიშვილებს ეკადრება და მუდამ ახსოვს ფრაზა თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, კარგად ვერ იმღერებ. რასაც ვერ შევძლებთ, ნუ დამძრახავთ, რომ არ თქვა არ გააკეთა, ვერ გააკეთაო ჯობია თქვა, იმიტომ ალბათ ვერ გავაკეთებ. აი ასეთი იყო ჩემი და ჩემი კოლეგების თვალით დანახული საქართველოს და მსოფლიო ამ კვირაში. მომავალ შაბათს პოსტსკრიპტუმი კვლავ ყველაზე საინტერესო თემებით დაგიბრუნდებათ. ნახვამდის.